დილომშვიდობის წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ სატელევიზიო რუბრიკას საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც შვედეთის დაფინანსებით მზადდება. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს არის ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, მისი კავშირი გენდერულ თანასწორობასთან და როგორ შეიძლება კერძო სექტორმა შეიტანოს წვლილი დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფაში. უახლესი კვლევები, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები მიუთითებს, რომ შობადობის მაჩვენებელი მცირდება, მათ შორის საქართველოშიც. ეს ტენდენცია მთელ რიგ ფაქტორებს უკავშირდება სოციალური, ეკონომიკური, რეპროდუქციული პირობების ჩათვლით. ამ რეალობის გათვალისწინებით ოჯახის მხარდაჭერის და გენდერულად გზნობიარე პოლიტიკის ხელშეწყობა არა მხოლოდ ინდივიდების კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ის წარმოადგენს რეალურ ნაბიჯს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის მიზნის, ღირსეული შრომისა და ეკონომიკური ზრდის მიზნის და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშესაწყობად. დემოგრაფიული მდგრადობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა კერძო და საჯარო სექტორში წაახალისონ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება. ამგვარი პოლიტიკა ემსახურება ყველა თანამშრომლის ხელშეწყობას, შეითავსოს სამუშაო პასუხისმგებლობა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობასთან, შექმნას კეთილგანწყობილი სამუშაო კულტურა და გარემოს და დასაქმებულებს შესთავაზოს როგორც პრაქტიკული, ისე მორალური მხარდაჭერა. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორი არსებული რეალობა საქართველოში და რა ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორი ამ მიმართულებით. დღეს ჩვენთან სტუდიაში არიან ნანა ავალიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი და გვანცა მუღლიანი, TBC ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მადლობა მობრძანებისთვის. საუბარს დავიწყებ ნანა თქვენთან. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმატებით თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა სააგენტოებთან, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდთან და ახლა ჩვენ ვიწყებთ პარტნიორობას და თანამშრომლობას გაეროს მოსახლეობის ფონდთან. სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება ეს აქტივობები. აი თქვენ რომ გვიამბოთ დეტალები, რა მიმართულებით გეგმავთ პარტნიორობას მიმდინარე წლის განმავლობაში, მათ შორის ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით, აი რომ გითხრათ, მოკლედ გააცნოთ ჩვენს მაყურებელს. დილამშვიდობის, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან გვიხარია, რომ წელს შედგება ჩვენი თანამშრომლობა და ვიპარტნიორებთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის კერძო სექტორის ხელშეწყობა, დანერგოს ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა. ჩვენ ამ პოლიტიკის დანერგვის გზას ვხედავთ და ზოგადად ოჯახებისთვის მათი ხელშემწყობი გარემოს შექმნის გზას ვხედავთ რიგ შემთხვევაში სწორედ კერძო სექტორზე გავლით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რა თქმა უნდა როგორც საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ისე შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ჩვენ გვინდა რომ კერძო სექტორს დავანახოთ თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი როგორც დემოგრაფიული მდგრადობის მიღწევის კუთხით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ისე ოჯახის მხარდაჭერის კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ თქვენთან თანამშრომლობით ვგეგმავთ რომ შევქმნათ სასწავლო მოდულები იმ კომპანიების ადამიანური რესურსების სამსახურების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც არიან თქვენს ქსელში გაწევრიანებულები. გარდა ამისა, მივიღოთ თქვენთან ერთად მონაწილეობა სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებში და ძალიან დიდი პატივი იქნება ასევე ჩვენთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ დაჯილდოებაში, რომელიც არის ეხება სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ბიზნესები ამ კუთხით წავახალისოთ, რომ შექმნან ღირსეული სამუშაო გარემო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ველოდებით ამ თანამშრომლობას დაწუნებოთ. ძალიან საინტერესო იქნება ისევ თქვენთან დავჩები, რომ რომ განმარტოთ რა არის ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორის მაგალითზე რას გულისხმობს ეს. შრომით ურთიერთობაში კერძო სექტორს აქვს ბევრად უფრო მეტი ავტონომია, რომ შექმნას იმაზე მეტი სარგებელი თანამშრომლისთვის, ვიდრე ეს არის ვთქვათ, თუნდაც შრომის კოდექსით გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ კერძო სექტორს ვისაუბრებით ამ საკითხზე, ორი კუთხით მიგვყავს საუბარი. პირველი ეს არის ბიზნესის ინტერესი და მეორე ეს არის მდგრადი განვითარება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა. რას გულისხმობს ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა? ეს გულისხმობს იმას,
იმას, რომ კომპანიამ დაინახოს თავის თანამშრომელი საკუთარი სამუშაო სივრცის მიღმა და მისთვის კარგი გარემოს შექმნა არ გადიოდეს მხოლოდ იმაზე, როგორ არის კეთილმოწყობილი მისი სამუშაო სივრცე, არამედ ის დაინახოს იმ 8 საათს მიღმა, რასაც თანამშრომელი ატარებს სამსახურში. ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკას აქვს რამდენიმე შემადგენელი ნაწილი და ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში კომპანიები რაღაცა ყველა პუნქტს ერთიანად დანერგავენ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა პროცესი თანდევი იმ განვითარების რაც აქვს და იმ ხედვის რაც აქვს კომპანიას, ეს გულისხმობს დაწყებული მშობლობის შვებულებით უზრუნველყოფისგან თანამშრომლით დასრულებული ისეთი მარტივი საკითხებით, როგორიც შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული დეკრეტული შვებულებიდან გამოსული დედისთვის, თქვათ დაბრუნების რაღაცა სხვადასხვა ეტაპების შეთავაზება, რომ ერთიანად არ მოხდეს მისი მოწყვეტა, თქვათ ოჯახურ პასუხისმგებლობას, თუმცა ეს ცდება გენდერულ თანასწორობას და გადის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის ზოგადად მზრუნველობა და სწორედ ევროკავშირის დირექტივა არის 2019 წლის, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ კერძო სექტორში დაინერგოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომელს დაინახავს როგორც მზრუნველ პიროვნებას და აქ იგულისხმება როგორც ხანდაზმულზე მზრუნველი, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე მზრუნველი და მას შეუქმნის სათანადო გარემოს, ისე რომ მას არ მოუწიოს არჩევანის გაკეთება შრომით ვალდებულებას და საოჯახო პასუხისმგებლობას შორის. მადლობა განმარტებისთვის და მოდით აი ხა უკვე კერძო სექტორის მაგალითზე ვისაუბროთ. აი TBC ბანკი ვიცით რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გატარების მიმართულებით. აი როგორ უკავშირდება თქვენი გარემოს დაცვის სოციალური მმართველობითი სტრატეგია, ESG სტრატეგია, ანუ ამ პოლიტიკას, რაზეც ახლა აქ ვისაუბრეთ და რა კომპონენტებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ მიმართულებით? დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით რომ გავაგრძელო ოჯახის ნაწილი. 72% TBC-ში არიან ქალბატონები დასაქმებული და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომ სწორედ ოჯახი და შვილზე ზრუნვა ან კიდე სხვადასხვა ზრუნვის საკითხები წამოვწიოთ წინ. მაგალითად დეკრეტული შვებულება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც TBC ბანკის შემთხვევაში 6 თვე ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებაა. სახელმწიფო ამას არ ავალდებულებს კერძო კომპანიებს და ჩვენ იმის მიღმა ვაკეთებთ, ვაძლევთ თანამშრომლებს ამ ბენეფიტს და ეს დეკრეტული შვებულება არის არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამების შემთხვევაშიც. მაგალითად 20-23 წელს 3 ასეთი მამა გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, 20-20 შარშან მაგალითად მხოლოდ 1. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რომ კაცებმაც მიიღონ ეს ბენეფიტი, ბუნებრივია. გარდა ამისა, დეკრეტული შვებულების მიღმა ჩვენ ვაძლევთ დამატებით day-offs ქალბატონებს, რომლებსაც შვილები ყავთ, გარდა ამისა დამატებით 1 საათს, რომელიც შეუძლიათ რომ ან სამსახურში გვიან გამოცხადდნენ, ან უფრო ადრე წავიდნენ სამსახურიდან და რაც მთავარია, ეს დეკრეტული შვებულება არის ბავშვის აყვანის და სუროგაციის შემთხვევაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორი კომპონენტია ასევე. ამის მიღმა კიდე, რასაც TBC ბანკი უზრუნველყოფს, არის წახალისება მრავალშვილიანების. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტია, რომელსაც TBC წლების განმავლობაში ახორციელებს. მრავალშვილიანების წახალისების შემთხვევაში ჩვენ მათ ვაძლევთ ფულად ჯილდოს და მაგალითად შარშან 43 თანამშრომელმა მიიღო ეს ბენეფიტი და ჯამში 850,000 ლარი იქნა გადახდილი ამ თანამშრომლებისთვის. ეს ჩვენ პატარ-პატარა თითქოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო წავახალისოთ შობადობაც და ქალების დეკრეტში გასვლის პოლიტიკაც. და გარდა ამისა, თქვენ აი უკვე ვისაუბრეთ რა გაქვთ გარემოს, რომელიც მშობლებს უქმნის შესაძლებლობას ეს სამსახურებრივი და პირადი ვალდებულებები ოჯახური დააბალანსონ. აი ქალებს კიდევ რა შესაძლებლობებს სადაც მაგალითად რომ აი კარიერული განვითარება გააგრძელონ და ამასთან შეითავსონ ოჯახზე ზრუნვა. გარდა ამისა, რომ აი დეკრეტული შვებულება ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე. კიდე და მაგალითად
თვითონ აი თანამშრომლების მხრიდან ალბათ თქვენ იზრდება მათი მხრიდან мотиваცია უფრო მეტად და აი ამ retention-ში და თანამშრომლების recruitment-ში უფრო მეტად წინ თქვენი კერძო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მისივე benefit-ისთვის აი ეს მიდგომა. რა თქმა უნდა და ასევე რომ დავამატო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეკრეტული შვებულებიდან რამდენი ბრუნდება უკან. ანუ როგორ გარემოს ქმნის ორგანიზაცია ამისთვის რომ დაბრუნდეს. ჩვენ შემთხვევაში და სხვათა შორის აი გაეროს საშუალებით ბევრ მეტრიკებს ვუყურებთ და ეს მეტრიკები და პარამეტრები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად ვაკონტროლოთ და გავაუმჯობესოთ სიტუაცია. სხვათა შორის დეკრეტული შვებულებიდან 90% ვიბრუნდება სამსახურში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. და რა უზრუნველყოფს ახლა ამ გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე ეს ბენეფიტები, ასევე ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორ ინტეგრირდებიან შემდეგ თანამშრომლები სამუშაო სივრცეში და ამისთვის რას ვაკეთებთ? ვქმნით სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მათ ეხმარებათ, რომ აი ეს პერიოდი მალე გაიარონ. ამ მიმართულებით, გარდა ამისა, ჩვენ ასევე ლიდერული განვითარების ძალიან დიდი პროგრამები გვაქვს ორგანიზაციაში, რომელიც ასევე ქალებს ეხმარებათ, უფრო კარიერულად წინ წავიდნენ და დაწინაურდნენ. და აი ამ მაგალითად ამ ლიდერულ პროგრამებში 53% ქალები იღებენ მონაწილეობას და სხვათა შორის ახლახანს ვუყურებდით ამ სტატისტიკას, შარშან 17% თანამშრომლების დაწინაურდა წლის განმავლობაში და აქედან 91% იყო ქალბატონები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს კომპანიისთვის, სადაც ქალების უმრავლესობა არიან დასაქმებული და ვცდილობთ, რომ მაღალ პოზიციებზე უფრო გავაკეთოთ აქცენტი. აუცილებელია ამის გაგრძელება. მე ნანასთან დავბრუნდები ისევ, აი თქვენ როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა რომ გითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი? აი კერძო სექტორი გვესაუბრა ამაზე უკვე, რომ აი რატო არის მნიშვნელოვანი? თქვენ რო გითხრათ, რატო არის ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება და მხარდაჭერა კერძო სექტორში და როგორ უკავშირდება ეს დემოგრაფიულ მდგრადობას? მგონი TBC არის ცოცხალი მაგალითი იმის, რატო არის მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკის ქონა და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ჩვენ გვყავს უკვე ისეთი ბიზნესები, რომლებსაც მოწინავე პოზიციები უჭირავთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება მნიშვნელობას, პირველ რიგში დემოგრაფიულ მდგრადობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა ცხადყოფს იმას, რომ დემოგრაფიული მდგრადობისკენ მიმავალი გზა გადის ზუსტად შესაძლებლობების შექმნაზე და არა სხვა სახის შეზღუდვის დაწესებაზე, იმიტომ რომ ახსენეთ თქვენ კვლევები, რომლებიც ცხადყოფს მათ შორის იმას, რომ რასაც ჩვენ ვეძახით desired fertility rate, ანუ რაოდენობა შვილების, რაც უნდათ რომ ყავდეთ ოჯახებს, ძალიან დიდი განსხვავება არის სასურველ რაოდენობას და არსებულ რაოდენობას შორის. და მათ შორის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, არის ის, რომ ქალებს განსაკუთრებით ეშინიათ იმით, რომ მათი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შეიძლება გახდეს დამსაქმებლისთვის იმის წინაპირობა, რომ მათ უარი უთხრან ან შემდგომ დასაქმებაზე, ან უარი უთხრან საერთოდ სამსახურში აყვანაზე. თუმცა ამის პარალელურად არსებობს მსოფლიოს მასშტაბით მაგალითები, როგორც განვითარებადი ეკონომიკის, ისე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების, სადაც კომპანიები ძალიან ღიად საუბრობენ იმაზე, რა ბენეფიტი მოუტანა მათ ოჯახის მხარდამჭერმა პოლიტიკამ, თავი რომ დავანებოთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების მიზნებს და სამ მიზანს მაინც ემსახურება ეს პოლიტიკა. ეს არის ჯანდაცვა და კეთილდღეობა, გენდერული თანასწორობა და ღირსეული სამუშაოს შექმნა და ეკონომიკური განვითარება. ბიზნესისთვის ეს არის ძალიან მომგებიანი, იმიტომ რომ იზრდება recruitment-ში მონაწილე, ასე ვთქვათ, კადრების რაოდენობა, იმიტომ რომ უფრო მიმზიდველი ხდება მსგავსი ტიპის კომპანიები, მცირდება გადინება თანამშრომლების, ხდება სამუშაო ძალის დივერსიფიცირება და აი ქალებს როდესაც თქვენ ისაუბრეთ, ქალებისთვის ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მათ ეგულებოდეთ მათი დამსაქმებელი გვერდით, როდესაც მათ მოუწევთ რაღაცა ოჯახური ტვირთის აღება. და გარდა ამისა, ამას აქვს დროითი და ფინანსური რესურსის კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, რომ თუ კომპანიას არ უწევს ახალი თანამშრომლის
აყვანა უფრო ხშირად. ეს რა თქმა უნდა მას უზოგავს როგორც დროით რესურს, ისე ფინანსურ რესურსს და საბოლოო ჯამში ის წვლილი, რაც კერძო სექტორს შეუძლია შეიტანოს დემოგრაფიულ მდგრადობაში ამ კუთხით არის ნამდვილად ძალიან დიდი და ჩვენ ამას ვხედავთ ზუსტად დიდ სურათში, გარდა იმისა, რა რეგულაციებს დააწესებს სახელმწიფო, ძალიან დიდი თავისუფლება აქვს კერძო სექტორს, რომ ამ მხრივ შეიტანოს თავისი წვლილი ამ მნიშვნელოვან საკითხში. იმედია მოვასწრებთ კიდე ბოლო კითხვას, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, აი ბარიერებზე და გამოწვევებზე შეიძლება ვერ მოვასწროთ საუბარი, მაგრამ აი ძალიან მოკლედ რომ თქვა თქვენი გადმოსახით და რა გამოწვევას ხედავთ და როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ გაეროს მოსახლეობის ფონდს და გაეროს გლობალურ შეთანხმებას აი ამ გამოწვევების გადალახვაში დაგეხმაროთ. ალბათ მთავარი გამოწვევა არის ცნობიერების ამაღლება, ჩემი აზრით. აი გაეროს ყველაზე მეტი რაც შეუძლია რომ გააკეთოს და დაეხმაროს კერძო სექტორს არის ტრენინგები და სწავლება კომპანიებში და მეტრიკების შემოტანა და ეს საერთაშორისო პრაქტიკების და კარგი საუკეთესო მაგალითების გაზიარება, იმიტომ რომ როდესაც ცოცხალ მაგალითს ხედავს ორგანიზაცია და განსაკუთრებით კერძო სექტორში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავს კერძო სექტორი ბენეფიტს, რეალურ ბენეფიტს და მათი მსგავსი კომპანიების მიერ მიღწეულ ბენეფიტს, აი ეს არის მთავარი, მე რაზეც ნაბიჯები იდგმება და ყველას უნდა რომ თავისთანაც დაანერგოს. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი გაეროს როლი ამ შემთხვევაში არის სწორედ ცნობიერების ამაღლება და სწავლებით დახმარება კერძო სექტორის. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავთ თანამშრომლობას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. თქვენთან ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. ეს ისეთი თემა, რომელზეც კიდევ ბევრჯერ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამ ეტაპზე დრო სამწუხაროდ არ გვეყო, ამიტომ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. თამარ, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებული დღე შენ და ჩვენს სტუმრებს. თამარ ღუნაშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ჩვენს ეთერში და რუბრიკის ფარგლებში მას პინძლობდა ნანა ავალიანს, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი და ასევე გვანცა მუღლიანს, TBC ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსს.